Hi, მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი, უძინარი, დაღლილი, ნამგზავრი, აი თავზე მაყარია საქმე. ისეთი ამბავი მაქვს ახლა. რაიმე, რა იყო სიყვარულო? რაიმე, კიდევ გავხდახმეთო. მოდიდე, ნუ გეშინია, ხო აღარ ქნა ასე, კარგი? ბასვიზავთ. პირველი ვლოგია ესეთი, რასაც ვქია ვლოგი, ჩემი ახალი ტელეფონით თბილისში და ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ როგორც იქნა ნორმალურ კადრებს ხედავ ჩემ ცხოვრებაში. ნუ სოფელში და აქ პირველად ხდება ეგ ამბავი. მოდი, შეგეშინდა დე? ნუ გეშინია სიყვარულოს, სკამიდან გადმოვარდა და ნას გადარჩა. ბატონო. როგორ არა დე? არა დედიკო, კვერცხეშუა დღეს საყვარელო, კარგი? ახლა ფაფა მივირთვათ, შევთანხმდეთ, შემოვამეწო და მერე საზამთრო მივირთვათ, ხო? ეხლა ცხელია ჯერ ფაფა დე. გინდა იქ დაიდო და მივირთვა ფაფა? შეუბერე შენ თვითონ, კარგი? შევთანხმდეთ, მარია? წაიღებ შენ თვითონ? ხო, კარგი დედიკო, მაშინ მადროვე ცოტა ხანი, კარგი? ყავას დავლე და იკავე სიცოცხლე. მოკლედ, ჩამოვარგდით თბილისში. ეხლა რო გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ ამ ამბის, როგორ ვიკადრო ამის თქმა. ღამე არ მძინებია ხალხო, უსაშველოდ ცხელა, აი რა დონემდე ცხელა, იცით, რომ ვერ ვასწრებს სახიდან შეშრობას, აი ოპლის ეგ დონეზე ცხელა და როგორ უნდა ვიყო ხა, კარგად ხო ხვდებით მე. მთელი ღამე რო არ მძინებია, არც მე, არც ბავშვს, არც კობას დილის 6 ხდებოდა თუ რაღაც რო ყველა ერთად ჩავიძინეთ. მარიკოს ენატრებოდა ძალიან მამამისი და საერთოდ გოგოებო, ესე იგი არ უშვებდა ხელს. ეს იყო მუბღუჭიალებული, დედიკო ფეხები ჩამოწიე ჩანს საყვარელო. ხო და მეთქი მამამის მივარდობთ ხო რა და მე ცოტა დავისვენ რა დაისვენ შემოდი ჩემთან ორივე უნდა რომ ყოლოდით საზამთრო დავგვახვედრა მამამ შვილის მამამ ხოპავ ხო და სულ ყველა მოტანაზე ჩხუბობს ვერ ვიგებთ რანაირი ანუ არა შენი ფაფა არის და საზამთრო არის შენი არც ტკბილი არც ის მეთხარ თავი რა არის კობა იცი მათ სივარში შეყარე მეთხარ გავაგრილოთ ისა სოფლის ვლოგები გელოდებათ ამ დღეებში ისე მივდივარ ოღონდ ხიზაბავრაში არ ჩემი მეუღლის სოფელში მივდივარ იქ 64-ია აი როგორც ხიზაბავრაში ეგეთი კარგი ამიდებია ბანკაკურებში ხო ნუ მართალია ხა დღე იქაც ცხელა ბუნებრივია მაგრამ ჩრდილიც არის რომ ჩრდილში დაჯდე ხო და აქ სად დავჯდე ჩრდილში სად აქ კი მაქვს გამაგრილებელი ხალხო მარა ვაიმე ხო დღრიალებს ალბათ ხმაც გესმით და მე ახლოს მომაქვს ბავშვი მეუბნება მცივაო აქ ვერდებ ითით არის უბერავ სადღაც ტაშკენტში ხო და რა ვიცი აი რა გითხრათ მე მომწონს კობას არასდროს არ მოწონს ეს საზამთრო რაც მოაქვს მომენატრა ჩემ სახლი მომენატრა გიჟივით ვარ ხალხო არაადეკვატური აქეთ კი ვიხედები სარცხი არ დამირეცხავს ერთ-ერთი რაც გავაკეთე ხალხო ეს იყო ჩემს გვარს გავურე ცოტა დასაცმელები გუშინვე სასწრაფოდ რომ ეს ჭირდებოდა, იმიტომ რომ უკვე ისე იყო, რომ ხო და ჩემი ბიჭი არ დამირეცხავს. გორა მიდგას ადერ სარეცხის. დედა კაი, თქვენ როგორ ხარ ხალხო? ეს მიგრილებს გულს, ეს რა მქონდეს? არ ვიცი, რა მიშველებოდა, არ ვიცი. თურმე მთავრანდეს ნიშნავს და აი ხალხი რო არის მთავარ უყვართ და მხოლოდ ზღვა მე ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე რომ ვაიმე აი ჩემი თვალით დაგანახათ ის ყველაფერი რაც როგორც მიყვარს
არა ყველას ხო არ უყვარს კაცო შენ მითა. თურქეთში ვარ დაბადებული, ჩემი ოჯახი. ჩემი მეუღლის ახლობელმა დაგპატიჟა. ყობა იწევს თუნდაც ხოლმე წავიდეთ, მაგრამ წელს მგონი რომ ვერ. მეტომ კაც ისე მგონია, რომ წელს ჯობია არ წასვლა და გადავდოთ მომავალი წლისთვის. მე მგონია. თუმცა ნახოთ რა იქნება. გამარჯობა, სიყვარულო. გამარჯობა. თმას არ მაწევინებს. და ამ სიცხეში ხალხო დაშრიალებს ამ გრძელი თმით. მივიცვათ საყვარელო? ფაფა და მე საწამთ რომ მივიცვათ დე? არა და გოგოებო რო გითხრათ არ მიყვარს საზამთრო და ყავა ერთად რაღაცნაირად მიჩვენე ხოლმე ჯერ ყავა მივირთვა და მე საზამთრო იმიტომ რაღაცა გემოს ვეღარ ვიგებ ხოლმე საზამთროს რომ მივირთმევ ასე რომ 1-2 წუთით უნდა დავაცადო აი ეს გემო ცოტა იმასქნეს ჩავიდეს ჩვენი ფაფა საკმაოდ გვიან გავიღვიძეთ, იმიტომ რომ ნუ გამთენისეს დავიძინეთ და თავი გოქ აი. სად არის და შენი წყალი? აგერ. წადი მე, ჩემო სიცოცხლე, შენ მომიხედე და. მე ჩემი ხებით უნდა მივხედო. გუშინ, და მე რატო გაიჩიშა? გუშინ სუდამჯდარი ყოფილა ეს ტელეფონი და არ ჩამის თავს არ ესეთი დაღლილი ვიყავი და დილით რა უნდა გაგიხადეს აი რომ იღვიძებ ხო აი ხა ნახეთ ბევრი რამ არის ხა რაც უნდა გაგიხადეს ადამიანს მაგრამ რომ დაგხვდება 88 და 53 ევრო მაგაზე კარგი არ ვიცი ახლა რა უნდა ჩავრიცხო და ამ წამს აი არ ვიცი დილით უფრო სწორად გადავიდე ისე გამიხარდა გადავიდე. ხო რა თქმა უნდა ხა ვიცოდი რომ უნდა ჩამრიცხოდა მაგრამ აი რომ ჩაგერიცხება ეგ კიდე სხვა სიხარული და აი ვიცი რომ უნდა ჩაგერიცხოს ეგ კიდე სხვა რამე არა. YouTube-ის ხოფასია გოგოება. ხან მეტია ხოლმე ბევრად, ხან ესე, ხან ისე და ესე მოკლედ ნელა მივიწევთ წინ YouTube-თან დაკავშირებით. ჩემო გოგოებო. ჩემი ყავა მომნატრებია, გაგვიმარჯოს ხალხო. გუშინ დაგახვედრა კობამ რასაც შეგვპირდა. ხორცი და ყველაფერი რაც ხინკალს ჭირდებოდა და არ ვიცი როგორ არ დამეზარა ხალხო. უგონოდ დაღლის როგორ არ დამეზარა, არ ვიცი. გავაკეთებ. რა არ მომეწონა. შენი მონატრები ხარ ყოველ ყველაფერის. ვერცის და ისის. ხო, ჩემო სიცოცხლე. საოცრად მინდოდა, მაგრამ აი რატო ვერ მივირთვი კარგად. მეგონი შედაღლილი ვიყავი. 8-15 წუთზე გამოვიდა მარშრუტკა ახალციხიდან. მოგვაკითხა კორპუსთან, იქ გზაზე ჩამოევლო. დავხვდით და 11-იც არ იყო რა საათი რომ მოვედით დიდუბეში. ცოტა ადრეც უნდა მოვსულიყავით, მაგრამ წეროვათან ისეთ ცეცობი იყო, თუმცა ხიდი ჩაინგრავთ რაღაცას მაგ ტერიტორიაზე აკეთებენ და მოკლედ საოცარ საცობში ვიდექით. აუ მე აგეთი რაღაცები როგორ მეზიზღება და როგორ რა, ჩემო სიყვარული და ტერიტორია რო არის დაკეტილი? აბა რო ანგრევენ? კი არ ანგრევდნენ, აშენებდნენ საყვარელო. აი ტეროვანთან, კაი. როგორ მეზიზღება რა. აი რატო ესეთი ტკბილი? მე რაღაცა ყავას ვეღარ ვიგებ, როგორ უნდა დავლიო. რაღაცა სხვა კოვზით ჩავყარე. სხვა კოვზით ჩავყარე და
სულ ახლა კაც რითი წყრი შვილო ჩემო ზონები ისე ვიმჩნე ჩაყარო რომ მე ხანის ბატონო ჩემი გასაქმეა მოდი ფაფა მივირთვათ გთხოვდე კარგი მანდიჯექი და გაჭმენ გინდა ჩემთან გინდა გოგო ჩემთან გინდა ჩემო სიცოცხლე მოდი და რატომ ეწუწუნები მე რატო წუწუნებ მე მოთხარით რომ ცხელა და თმა იწიოს თუ შეიძლება რამე აუ თმა ამიწიეს მილო ეხლა მეუბნები დედა თმა ამიწიეო მოდი ჩემთან მოდი დაჯექი ჩემს მოწვე მთელი გზა ეცინა მე დრამინა დაბლიე გოგოებო მაგრამ არ ვიცი რა დამემართა დრამინა მობრუნდი არი მოქმედა და პირველად ჩემს ცხოვრებაში დრამინამ არი მოქმედა და ძალიან გამიჭირდა გზავრობა რატო არი მოქმედა ნამდვილად ვერ გავიგე რა მოხდა შედარებით მოქმედა გვიან მაგრამ უკვე ისე ვიყავი რომ აი არ ვიცი ამიტომ ძალიან სულად მიგზავნა გადაგე სიცოცხლე გაჭამო და მე საზამთრო მივირთვი კარგი შესაბამისად სუდად ვიგზავრე ძალიან რაოდე შენი ხა შენი მე დე შენი კი არა მე ვიგზავრე სუდად საყვარელო შეხო გეძინა არა და შენ უნდა მივირთვა ეს ჩემია საყვარელო ჩემს თებსერად შენ თებში აქ არის და მე გადმოვიღოთ საზამთრო კარგი ცალკე სკამზე იჯდა მარიკო თავის აპარტამენტი ქონდა მოწყობილი და კარგი არჩევანი იყო კობა მე გადაუხდი ცალკე დასეცდა და არ შეიძლება არც ისაწვალოვო ჩამოწეს საყვარელო ფეხები და სულ გადავხდი 30 ლარი მგზავრობაში ჰადექო მარიკონა ნორმალურად მივირთვი და რანაირად მივირთმე ვაიდან ვერ ვხვდები რანაირად მივირთმე 15 ღირს კაცი და რა თქმა უნდა რა მნიშვნელობა აქვს მეორე ადგილზე კაცი იქნება ჩანთა იქნება ბავშვი იქნება თუ რავი დინოზავრს დასვა მაინც სკამს იკავებ რაც შესაძლოა რომ აუცილებლად 15 უნდა გადაიხადო რაღაცა პერიოდი აი ძალიან ადრე მახსოვს რომ ის იყო გოგოებო უფრო ნაკლებს იხდიდნენ თუნდაც ცალკე სკამზე დაგესვათ ცოტა ნაკლებს არ ვიცი რამდენი ლარით ნაკლებს მაგრამ ცოტა ნაკლებს ვიხდიდით ხოლმე მე არა მაგრამ ზოგადად ეგრე მახსოვს რომ რა არის დედიკო მითხარი საყვარელო მაგრამ რეალურად ეხლა სკამს იკავებ რა და ეხლა რატო გადავახდები ნაკლებს ხადე ნათიც გავიდა სამსახურში აუ იგი მხოლოდ იმით მუშაობს რა ქვია განაკვეთით რომ აი არ ვიცი ერთი ეგარი რომ მე ისვენებს ანუ 3 დღე რა და დედიკო ერთი წუთი წე მაშინ მოიტანე კიკინა საყვარელო დაცნული გაქვთ არ გედება რა გინდა ჩემო ლამაზო ვაიმე ჩემო სიცოცხლე ლამაზი არ არის აბა სადა გაქვთ კიკინები დე მომიტანე და აგიწევ. დედიკო, სადღაც ყრი კიკინებსა, სად ვიპოვო? ჩამოდი და მოძებნე ჩემო ლამაზო, მოდი. მიდი ჩემი დომფალიკა, მიდი. დომფალიკა ვარ მე. ჩემი სიყვარული ხარ შენ? ყოველს ვეუბნებოდი. მოვალ ზაფხულს. დომფალიკა შეგიწო. აუცილებლად მეთქი გასაბერი ბასეინი მიყიდოთ მარიკოს დაკაკურებისთვის ანუ მსოფლისთვის აი მე როგორ დავწუწე მოდი დე ნახე ხო დე ხო მოდი თან მე ერთი საყვარელო მე არ ვიცი ხო თქვენ აქ როგორ გაძევით ვინც აქ ხართ ეხა ორი კვირა წასული ვარ და ეხა ვფიქრობ რა ვიცი მე ვერ ვსუნთქავ ახლა უფრო ცოტა სპაზმი მომეხსნა დელიტოში ვერ ვსუნთქავდი ერთი ის იქ მიდევს მეორე აგერ მედო ჩართული ახლოს მე რეკობა მითხრა რომ შვილო გენე ძვალე აი გაცეიდები აგიხდება იქ თავიო თავზე ნუ იშვერო რა გუში რომ ვიბანავე აი ეგრე მქონდა მოტანილი ვენტილატორი ისე ცხელოდა ხალხი მიგუნდებოდი და
აიგრე მქონდა მოტანილი, მე მეთქი არ გავცივდე. დღეს 8 წელი ვეღარ ავითრიე, მაგრამ მეთქი გავცივდი. რა იყო მარიკო? მოდი შენი საჩუქრები არ უნდა აჩვენო? მოდი, წამოიღე დედიკო. არა, მანედან არა. მოუარე დედა ამოდი საყვარელო. ატო შვები ეგრე? მოდი დედიკო ვაჩვენოთ. ამოდი სიყვარულო. მე ვაჩვენო თუ შენ აჩვენე? მე. აჰა. მანდა ვაჩვენო. ეს დაახვედრა მამიკო, მარიამის სურვილი იყო იასავისფერი ყოფილიყო, როგორც ყოველთვის, ხა იასავისფერზე ხო ეს აფრენს ისე უყვარს. როგორ უყვარს იასავისფერი? როგორ უყვარს? მინიმალ საჩუქა გოგოს ბიჭს ყვავილია ჩუქა და მეორე რომელიც მეც მომწონს სხვადასხვა მინდა გითხრათ ეს არის პალიტრა. კრასკრასკები. რა დედიკო? კრასკრასკები. კრასკრასკებია. ხო. მოიცა დედიკო? ქარი. ოპა, აურა, კარგია და ერთი წამის სიხარულო. აჰა. აგე. ერთი დღე აუცილებლად მარიკო გამიკეთებს მეიქაპს. ნახეთ როგორი კარგი ფერებია ხალხო, ანუ ეხლა მითხარით სადმე წავიდეთ ერთად დისკოტეკა რო იყო ხო იდადრე განა რაღაც აი დისკოტეკა რო ერქვა აი მანდ და ისეთი ფერებია ხალხო გაგიჟდებთ ისეთი ფერებია და მარიკო ისვამს ხოლმე ერთხელ მეც გამიკეთე ხო დედა მაინისა დაჯექი სიხარულო დღეს აი რომ მორჩები და ისაოს მე გამიკეთე წამისვი ყველაფერი კარგი შევთანხმდით ოღონდ უნდა მიირთვა ჩქარდა ხო არა ასე თავს რატო წევს საყვარელო მე რომ გაგიკეთე ომა და ორი თვალი მე რომ არ დაგესკდეს ხო დაკეტე პირი და ნუ წევ თავს მაღლა აი მე ხალხო ეს ისე მიირთმევს აი რო ვუყურებ აღარ მშვიდება ისეთ სახით მიირთმევს აღარ მშვიდება დაჩვენა როგორ ისწრება მაჩვენე დაჩვენე ოპა აგე აქსალ სავარაუდოდ პარასკევს მანქანით წავალთ მამა წაგვიყვანს ნახეთ მარიკო ნადე საყვარელო მობრუნდი დედიკოს გოგო ველო მარიკო თავი არ გადაწიოდე ეგრე ხო აღარ ჭამდი რატო დაიწყე ისე ეს იცოდა ხოლმე ადრე ეხლა რაღაცა ისე ლოსი დაიწყე მოდი შენ თვითონ მივირთვი შეიძლება დედიკო მობრუნდი ჩქარა ხო და მე წამისვი ხო ჩემო საყვარელო აი მართლა დედას გეფცებით ხალხო ეხლა რო ვფიქრობ რომ შეიძლებოდა მე მუშავა ეს მთელი თვე და აგვისტოს ნახევარი უკვე ვიცენტრები თურმე არ გინდოდეს ფული ცხელა აი არ ვიცი ჰაიდე საყვარელო ეხლა რა რიცხვია ჯერ არა მაგრამ ძალიან მალე რამდენიმე დღეში უკვე ჩაომეჭრება ჩემი ტელეფონის პირველი გადასახადი განვადების ხო და მოკეთ ხო 2 წელზეა გაკეთებული და ძალიან ბევრი დაემატა ხალხო თითქმის 1500 ლარი დაემატა წარმოიდგინეთ რა ხო და ეს არის რა თქმა უნდა რაც ჩამოეჭრება ხო ჩამოეჭრება ხო და რა თქმა უნდა მე კიდე ვრიცხავ ხოლმე მერე რა აი როგორც ყველა იმაზე რაც მაგალითად დავყვები ხოლმე ცოცხლებს ყველგან ჩავრიცხავ ხოლმე და სადველოლია ხა 2 წელი გეხვეწებით მაგას მე ეხლა ვფიქრობდი წელიწად ნახევარი ხო არ დამჭირდება თქო მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ მე იმდეს ვიზავრო მაგას 1 წელში სახეს გავაძრობ
აი მაგის ნერვები მაგ ორი წელი მაგას ველოლიაო. რა დედი? 4.9. უი. რაღაცნაირად მოწონს ხალხო ეს 4.9. ყოველთვის ისაც ერთ დღეზე 4.9. რატომ მოწონს არ ვიცი. ისე ვიშრომებ გოგოებო, რომ ერთ წელში ეს ეგ ამბავი უკვე დავასრულო ჰადედიკო. არ არის გამორიცხული ლატარიაც ვითამაშო. რომ რაც შეიძლება მალე დავფარო და ჯერ წელზე ადრეს დაჟე. ერთ წელზე ადრეს, აი ვნახოთ რა. მაგრამ ხალხი ვერ მიპოვია რომ ლატარია ვითამაშო. ვერ მიპოვია ხალხი. აი სექტემბრიდან რომ ვითამაშო მაწყობს. მაგრამ ნუ წარმოიდგინეთ რამდენიმე თვეში რომ დავფარო რა ის 1500 ბევრად წინსტრებსაც ხო იხდი და ბევრად ნაკლების გადახდა მომიწევს ხო ვიდრე ახლა ამ ხელად ახის და ვნახოთ ერთი ჰადედიკო სამსახურში რომ მივალ იქნებ გოგოებს უნდოდეთ მაგრამ ამას წინათ რომ ვიკითხე არაო არ უნდოდათ და საფხულიც მოდიოდა შევა მაგიტომ არა იქნებ ახლა უნდოდეთ რავი არ ვიცი გოგოებო ჰადედიკო ეხლა რაც ჩამერიცხა YouTube-დან აქედანაც ნაწილი აუცილებლად წავა რამდენიმე განვადებაზე ცოტა და აი ესე ფარო გოგოებო ყველაფერს და აი გირჩევთ რა აი მობაილ ბანკი გქონდეს ტელეფონში და აი 1 ლარი 2 ლარი 5 ლარი 3 ლარი აი რიცხავ ხოლმე რამდენჯერაც გამახსენდება ხა თუ ზე თანხავ აქ რა თქმა უნდა და ხანდახან ისე იფარება რაღაცები რომ ცოტა შოქში ვარ ხოლმე მე უკვე დავფარე ასე რომ ჰადედიკო ჩემო საყვარელო ჰა მარიკო გთხოვ რა უკვე ძალიან დავიღალე შენ ჭამაზე დე რა დავიღალე შვილო და ეხლა სოფელში ბებია შენი გადაირევა ესე რომ უნდა გეხვეწო და ანერვიულო იქ ხალი მიირთვი რომ გამახარო ჩემო ერთადერთო მე ყობაც დამიმატებს და მიხარია რატო არ დამიმატებს დე იმიტომ რომ მე დღეს ვერ გაკრა ჰადედი კოჩკა აი რატო იქნება მაგ თავს ასკილივით ერთია გამაგებინა ის სხვა მართლა არაფერი არ მინდა რატო იქნებ თავს ასე ასკილივით ჰადე ჰადედიკო ვაიმე დამავიწყო სტომატოლოგთან უნდა დავრეკო დღეს ახვალ ამე დღეს არ ვიცი უკვე გვიანია მგონი და სარეკად აი არ ვიცი და სარეკად კი არა ხვალ ჩავალ იმიტომ რომ ხვალ მაწყობს რაღაც რაღაცა დაღლილი ვარ ძალიან დროებითები მიდევს და უკვე და ამოიღო ეს დროებითი დიდხანს არ შეიძლება ორ კვირიანი ჩამიდო და კი გავა დღეს გავიდა უკვე ორი კვირა ხო ჩავიდნენ კბილი გოგოებო ჩამომეშალა შიდა მხარე ერთი კბილი და გამიკვირდა იმიტომ რომ მოტო ჩამომეშალა ვერ გავიგე მაგრამ ძალიან იყო დაზიანებული და აი ქალმა ვითხრა კიდეც სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ საყვარელი ქალია რომ შეიძლებაო ცოტა იქნები შევინარჩუნო და არ ვიცი ამოაშენებს რა სიზავს არ ვიცი მაგრამ გარეთა ანუ დაფესვი და ის ადგილზე არის ჰადე მარიკო და სანამ სოფელში წავალ რა თქმა უნდა ეს ამბავი და მოვიგوارო ყველა ვარიანტში ასე რომ სოფლის ბლოგები არ მოგაკლდებათ ისე ჰადედიკო ჩემო სიცოცხლე ცოტაც თუ გიყვარვათ ჩადო მიდი აბა ხო არ დაიმტრო ნახე საყვარელო თუ რამე ამოვარდა მომეცი და ჩავსვამდე აიღე საყვარელო მომიტანი აბა რა ამოვარდა ხო და არ მოგაკლდებათ სოფლის ბლოგები მომიტანი აბა ჩავსვა მომიტანე დედე პალიტრაც ჩქარა საყვარელო მომეცი თითი არ გაგეჭედოს კაცო სად გაგშეტენილი
მომეც იქ ხო არდევს, მომიტანე თქო, აიღე და მომიტანე რა. ხო და ვნახო დედა, ხო უნდა ვნახო. აიღე და მომეცი, მარია. მომიტანე ეხლა რომ ჩაგილაგო, მომიტანე. ო, კარგი რა შევია რა. ვაიმე. მოსიარულე შარი ხარა დედა, აიმე შარი ხარა. ო, ეს ამისია დე, ანუ ფერი ნახეთ. ეს ფერი ნახეთ. ეს ვარდის ფერი აქ ჩავდოთ. მომეც საყვარელო. ხო, ეს უფრო კვეთრი ვარდის ფერია და ესე ძალიან კაია. მომეც საყვარელო. ეს ასე. მომეც ესენი. ეს ასე დედიკო, მე კარგად გაგიწმენთ, კარგი საყვარელო. ვერ ვიტანეს ნაცესები რო ყრია იმის. ანუ ფერი. ესენი წავისვათ, სანამ სოფელში წავალთ მერე. ჰადე. ოპა, წავიღოთ ესეთ სოფელში. ყველაფერს მოახოხიალებს სოფელში და ახლა ხო ხვდებით რომ მანქანა გვჭირდება ჩვენ მაგას წყალი არ გაუვა. მოდი მიირთვი რამდენიმე და მერე საზამთრო მიირთვიდე. მოდი ჩემო სიცოცხლე. თავს რატომ წევ ასე? უბრალოდ გეკითხები რა. შენ დედა გახსოვს პატარა რო იყავი ასე რომ მიირთმევდი? პატარა რო იყო, რამდენიმე თვეა გადაეჩვია პატარა რა, ხა ანუ ასე მიირთმევდა. გადავაჩვიე ძლიერს და ეხლა ეს დაახლოებით 1 კვირა, არა უფრო ნაკლები, დაიწყო ისევ ასე ჭამა. 2 კოვზით, ჩემო სიცოცხლე, 2-იც და მერე საზამ. არ გადაწიო თავი. აი ასე დე. 2 კოვზით და გეყოფა, კარგი? აპარატს. მომეკავისობთ. ჰადე. დედიკონა, კონამ დიდი მადლობა, ვისაც ჩემი ნათი ყავთ გამოწელი და ვინც ახლაც იწევთ, დიდი მადლობა. ნელ-ნელა მიეჩვევა, ცოტა უჭირს, ცოტა არა ძალიან უჭირს, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევა, ნელ-ნელა სწავლობს ვიდეოების აწყობას და გადაღებას და მიცეთ დრო, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობს. ეს ერთიც და მორჩა დედიკო, ჩანგალს მოგიტან და მიირთვი საზამთრო, კარგი? როქნა რაც არ უნდა მოყალით უნდა, არ უნდა რა. რო არ უნდა რა უნდა ხნა. რაც არ უნდა ბავშვს რა თქვენ რა შვებით ხოლმე. რამ აი მუცელი გამებერავ ხო რამ გაუბერა. როდის იყო ეხა 7 კოვზი გერკულესი ისე უბერავდა მუცელს რომ აი არ ვიცი. მიირთვი დედიკო, კურკები მე უკან გადმოყარე, კარგი? ხასა. ხო და ესეთი ამბები გოგოებო მოკლედ, მე ძალიან მომნატრებია სახლი თბილისი. არა რა, სადაც ცხოვრობ, ის გიყვარს და გენატრება რა, წყალი არ გაუვა მაგ ამბავს. რო ეგ არის ეგრე, მე აღარ მინდა საზამთრო. ის ნერვი აღარა მაქვს. ზივარ. კურკიანი ეს ვიყურები. ყველა ადგილას რაღაც ყრია. ოღონდ ხო არ გონიათ რომ ჩემი ქმნა დამახვედრას, მე დავყარე. და დახარისხება რა, ტანსაცმელების მიდისი ხარ, რაღაცა რა წავიღო რა, არა გავრეცხო და ეს. ის რაც ჩამოვიტან კაც ყოველდღე უნდა გავრეცხო, რაც არც გწმია და იქაც გავრეცხო, მაინც უნდა დავრეცხო ყველა ვარიანტში, მაგრამ კობაზის გუშინდა. კაცო, რა დალაგებული სახლი ამერიესო. მე ვთხარი ბოდიში. ბოდიშო სუნთქავთ. ჩამოვედით ბოდიში. დიდი ალბათობით. ძალიან დიდი ალბათობით. სოფელში სამზარეულო უნდა დაიშპაკლოს. სამზარეულო არის საკამაოდ კი არა ძალიან დიდი. ხო და გვინდა რომ გავაკეთოთ აი თან სამზარეულო როა და თან იქ რაღაცა პატარა საყვარელი დივანი და დავდგათ ტელევიზორი ჩამოვკიდოთ. აი მუდმივად რო იქ ვიყოთ, ხო ხვდებით და აი რაღაცა
ოფიციალურ მისაღებებში რო არ შევიდეთ რა. აი რაღაცა სტუდიოს ტიპით გვინდა რომ რაღაცა ესე გაკეთდეს, იმიტომ რომ ხელს ციფრცია რომ და კომფორტულია რომ იქ ვიყო თან ტელევიზორი, თან სადილის კეთება. ვერ ყოფილობს თან აქვს ტელევიზორი. ისა ყველა როგორ არა გვაქვს. ხო და დაიშპაკლოს და რა თქმა უნდა გასაკეთებელია. კეთილები ყველაფერი გასაკეთებელია. ხო და თავარი არის გოგოების რომ დაიშპაკლოს კეთლები, გასუფთავდეს, გათეთრდეს და რაღაცნაირად თუნდაც ძირს არ დაისხას არაფერი გაკეთდეს. თავარია რომ მარიკო საუბრობ. დედიკ 2 წუთი მიირთვი, შენ ხო თქვი რომ საუბარი არ შეიძლება ჭამის დროსო და შენ ხო თქვი საყვარელო. ჭამებე. სულ რა დაისხას გოგოებო მე არაფერი ხო ძირს რომ გათეთრდება, გასუფთავდება ხო კეთლები მე ახლა იქ მაგიდადას კამებსაც ჩავიტანთ და რა ვინანელა ყველაფერს გავაკეთებთ რა. თავარი არის რომ აი ეს კეთლები ახლა ხომ თეთრია. ხო. აგა? ხო. ხო და რავი ესე რა გვინდა რომ ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდეს რა. ჩემ ქვარც ეგრე ვერ იცის დიდხანს რომ იყოს, თორე ეხლა დაშპაკლულიც უნდა იყოს წესით და გამოშპაკლულიც, მაგრამ ну იატაკზე ძალიან თხელი ფენასტიაშკა უნდა დაისხას, იმიტომ რომ დასხმული არის და გაკეთებული, მაგრამ რაღაცა ნაწილი არის და სულ გადასწორდეს. ხო და სულ რა დაიგოს ხალხო მეტლახი საერთოდ არ დავდობ თუ არ დაიგება, მთავარი არის რომ კედლები ეს იატაკი და აი ეს სუფთად იყოს და დავალაგებთ მე რაც იქნება. არა დიდი პრობლემა. ეხლა სანამ ყველაფერს შევიძენთ, რა თქმა უნდა, ჯერ ისევის რაღაცები იდგება და მე ნელ-ნელა ყველაფერი ისე იქნება, როგორც გდინდა და როგორც წარმოგვიდგენია. დივანი მინდა გოგოებო, არ ვიცი ახლა თუ იცით ფასები, აი ესეთი პაწაწუნა ორი ადამიანი რო დაეტიოს, აი ესე რა. რა ღირს ვიწროები როა. მინდა რომ იმას ვქნათ. ეგ დავდგათ. სადაც ტელევიზორი ჩამოიკიდება, იმის პირდაპირ და რა ღირს ხო არ იცით. სადღაც 1400 თუ 1500 დაახლოებით რო გითხრათ, ამ ფასებში ვეტევით რომ სამზარეულო გაკეთდეს, იმიტომ რომ კაი გრძელი იყო, ანუ რაც ვნახეთ და შემომაგდენი არც დაგჭირდეს, მაგრამ ანუ ზოგადად რო გავთვალოთ დაახლოებით, ეგ ფასი ყველავარეთში დაждდება და ეხლა სამზარეულოს მაგიდა და სკამები წაღებას უაზრი არ აქვს უკობამ, ახლა რა წავიღოთ, იმიტომ რომ ჯერ გასაკეთებელიაო და ჯობია რომ მე წავიღოთო. ხო და რომ გაკეთდება და იშპაკლება და ის ჩამოვიდგენთ ერთი დღე. ხო და იმას ვიწავთ წავიღებთ. ჩემნაირი ზუსტად ჩემნაირი მაგიდა და სკამები ზუსტად ეხლა ანუ ფერზე კი არ ვიძახი. როგორც არის ვიზუალი. კუთხის გვინდა მოკლედ რო აგიხსნათ, იმიტომ რომ მივხვდი რომ კუთხის მაგიდა და სკამები არის უკომფორტულეს. ძალიან კომფორტულია და მე ძალიან მომწონს. მით უფრო თუ რაღაცა სტუდიოს ტიპის რაღაცა საკეთებ, უფრო მეტად მომწონს. ძალიან კომფორტულია. თან ახლა თავისი ისიც აქვს ასახდელები და დაგჭირდება რა, ახლა რა ვიცი 1000 რამეა. სახშირად შეიძლება ჩადო ხა ძალიან დიდებიც ხო არ არის ხო? აი ელემენტარული ცელოფნები, ეგეთი რაღაცები მოთავსდება. აქ ხა მე ჩასაცმელები მილაკია, მაგრამ ნუ ზოგადად გეუბნებით. ხო და რა ვიცი, ესე ძალიან მისევა რა ქვია. მინდა რომ მალე გაკეთდეს, მაგრამ ვერ იცის ეს ბიჭი და რა გავაკეთოთ. ბატონო. ეგ ნაკვიდალი ზამთრ შეიძლება? აი მე შეიძლება ჩემო ერთადერთი. ნუ მე კარფანჯარა რავი 1000 რამეა ხო იცი საკეთებელი. როგორც რემონტი რო იწყება ხოლმე. მაგრამ ყველაფერი იქნება. თუ ადამიანები არიან შრომელები ზოგადად
და თუ ერთ რელსებზე ასე ვთქვათ დგანან და ერთი ის აქვთ რაღაცა თუნდაც ის რომ უნდა გაკეთდეს და არ არის მხოლოდ ის მომენტი რომ მარტო ერთი ადამიანი იბრძვის რომ მოდი გაკეთდეს მოდი და აი შემთხვევაში ცხოველები იბრძვიან და ქმრები არა აი ეს თუ არ არის ყველაფერი ნელ-ნელა გაკეთდება და შე შემთხვევაში მამაკაცებო არყევით ცოლებს ამ ამბავში იმიტომ რომ გაკეთებაში ცუდი არაფერი არ არის დღეს ხვალში გადის ცხოვრება ასე რომ ხვალზე გმაზე გავაკეთებ კი არა მოდი დღეს გავაკეთებ ცოტა მაგრამ გავაკეთებ ასე რომ გემშვიდობებით ახლა გიბრუნდებით სად წავალ თქვენს იქით დილამშვიდობისა და იმ მშვიდობეს საყვარელ ნახვამდის უთხრა ვაიმე გაკოც ერთი რა ხარ გოგო ასეთი რა ხარ წავედი დღეს მაგრად მეზარება და მე თქვა დილამშვიდობისა დედიკო ხო უთხრეთ დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო და ჩემთვის არ მეყვი კარგი ჩემო სიცოცხლე